საპროტესტო აქცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა თეატრალურ უნივერსიტეტთან და რამდენიმე წუთია რაც დასრულდა. გეტყვით იმას, რომ აქ მოსულები იყვნენ თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტების მეგობრები, ასევე კოლეგები და ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ სწორედ იმ სტუდენტებს, რომლებიც 80 დღეზე მეტია სწორედ თეატრალურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ და აპროტესტებდნენ ხელისუფლების პოლიტიკას. გეტყვით იმას, რომ გუშინ დაიწყო ყველაფერი, როდესაც ადმინისტრაციამ, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ დეზინფექცია ჩაეტარებინა უნივერსიტეტში და მათ სთხოვეს სტუდენტებს, რომ სხვაგან გადასულიყვნენ და შესთავაზეს სტუდენტებმა თავდაპირველად მათ შესთავაზეს კონკრეტული სივრცე, თუმცა უარი მიიღეს და თავად ადმინისტრაციამ უკვე მათ უთხრა, რომ შესთავაზებდა სივრცეს, რომელიც სტუდენტების თქმით უკვე იყო ძალიან პატარა და სწორედ ამიტომ მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ სამჯერ გამოიძახა პოლიცია, პირველად გაფრთხილება იყო სტუდენტების მიმართ, შემდგომ უკვე 5000 ლარიანი ჯარიმით დააჯარიმეს რამდენიმე მათგანი და საბოლოოდ უკვე მესამედ, როდესაც ისინი გამოიძახეს სტუდენტებმა დატოვეს თეატრალური უნივერსიტეტის შენობა და მათმა უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რადგან იმ შემთხვევაში თუ არ დატოვებდნენ ადგილს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებოდათ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, რომ უკვე დღეს რამდენიმე სტუდენტმა მიიღო იმის შესახებ ინფორმაცია, რომ მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ, რაზეც სტუდენტურმა ადმინისტრაციამ უკვე მათ უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო რექტორის მიერ ხელმოწერილი და ეს იყო ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, რისი გასაჩივრებაც მათ შეეძლოთ რექტორთან 3 სამუშაო დღის განმავლობაში და შემდგომ როგორც ცნობილია უკვე რექტორს აქვს ერთთვიანი ვადა, რომ ეს განცხადებები განიხილოს და სწორედ აი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა დღეს მოსული ხალხი, რომლებიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის რეპრესიული და სტუდენტები აცხადებენ ჩვენთან საუბარში, რომ ისინი არ გაჩერდებიან და პროტესტის ადგილს ნებისმიერ დროს მონახავენ და სწორედ ამის დასტური იყო დღეს გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც როგორც გითხარით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და გეტყვით მეცაც, რომ სტუდენტებმა თქვეს, რომ იმ შემთხვევაში თუ რექტორი ხელს მოაწერს განცხადებას და სტუდენტებს საბოლოოდ შეუწყდებათ სტატუსი, ამ შემთხვევაში ისინი არ აპირებენ, რომ სწავლა გააგრძელონ თეატრალურ უნივერსიტეტში. დღეს ჩვენ შეგვიძლია რომ მოვისმინოთ უკვე ის კომენტარები, რომლებიც საპროტესტო აქციის დროს გაკეთდა. 93 დღე ყოველ დღე ვიღებდით თეატრალური უნივერსიტეტისგან სხვადასხვა შეურაცხყოფას, დაშინებას. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ შევსუსტებულიყავით და რაღაცნაირად მოეხერხებინათ ჩვენი უნივერსიტეტიდან გაძევება. გუშინ უბრალოდ საბოლოოდ დამთავრდა ეს ყველაფერი იმით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 3ჯერ გამოიძახა პოლიცია. პირველად როცა გამოიძახეს, გითხრეს, რომ გაფრთხილებას გვაძლევდნენ და ზუსტად 15 წუთში ისევ გამოიძახეს. და 5000 ლარი დაგვაჯარიმეს 9 სტუდენტი და ამის შემდეგ უკვე მესამე დროსა გამოიძახეს და დაბრუნდნენ. უკვე იმ საშიშროების წინაშე დავდექით, რომ კიდევ ერთი ჯარიმა და რასაც მოყვებოდა ადმინისტრაციული კანონით ჩვენ დაპატიმრება. და ჩვენ დავტოვეთ უნივერსიტეტი, თუმცა გარეთ ბევრად უფრო ძლიერები ვართ. ვაგრძელებთ პროტესტს, გაჩერებას არ ვაპირებთ. რაც დღეს თეატრალურში ხდება, ეს არ არის მარტო თეატრალურის პრობლემა. თუ დღეს აქ გავა ხელისუფლებას აკეთებს, შემდეგ იქნება თესეუ, ილიონ და ასე შემდეგ. არ შეიძლება დავთმოთ არც ერთი სივრცე, რომელიც გვეყოფნის ჩვენ. აქედან გამომდინარე, ყველა ვდგავართ დღეს თეატრალურის გვერდით და ვამბობთ, რომ არ დავთმოთ არც ერთ სივრცეს, რომელიც არის ჩვენი, რადგან ძალა სტუდენტების ერთობაშია. დღეს 7 საათზე ილიონის საკორპუსში შეგვაქვს დამოჩრებობა აქცია და ვეუბნებით არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ მათ მიერ მიღებული კანონები ჩვენს არ აქვს საერთოდ, რომ მათ არ აქვს ლეგიტიმაცია მიიღო კანონები, ანუ ჩვენ ამას არ ვემორჩილებით. ძალიან სამწუხაროა დღევანდელი მოვლენა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ არ იქნება ჩემგან ხმამაღალი ნათქვამი, რადგან ყველა თითქმის თეატრალური სფეროს წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, თუ ამ შენობაში რამდენად დიდი ხანია არ მიმდინარეობს ისეთი ანსწავლება ან ისეთი ფორმით განათლების მიღება, რაც თანამედროვე სამყაროში რასაც ნამდვილად განათლება ქვია. ჩემი სოლიდარობა ამ არაჩვეულებრივ სტუდენტებს პერიოდულად ნამდვილად მოვდიოდი და ვნახულობდი
ვსწავლობდი. ურთულესი იყო მათთვის აქ ან რა პირობებში როგორ გარემოში ყოფნა. ფაქტია, რომ ჩვენ ამ ისტორიული სინამდვილის ხელახალ ეტაპზე გადავედით და ეს არის საფუძველი, რის გამოც დღესაც ვიკრიბებით და ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ყოველდღიური პროტესტი გრძელდება და ფაქტი არის, რომ ისტორიულმა მეხსიერებამ თავი იჩინა დღევანდელ რეალობაშიც და ამ ყველაფერის მიზანი არის ხალხის დაშინება, ხალხის გაჩუმება და იმ გულანთებული პროტესტის დამსხვრევა, რაც ფაქტი არის, რომ უკვე 113 დღეა უწყვეტად გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. ესეთი რა მე არ მახსენდება, იცით? მე მახსოვს როგორ იწყებოდა ეროვნული მოძრაობა, მახსოვს ყველა სხვა პროტესტი და არასდროს არ მახსოვს, რომ სტუდენტების წინააღმდეგ ასეთი რამე გაეკეთებინათ. ეს არის დანაშაული არა მხოლოდ ამ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, არამედ საერთოდ განათლების და განმანათლებლობის იდეის წინააღმდეგ და აქ ახლა რა თქმა უნდა ვარ როგორც სოლიდარული ამ საერთო ბრძოლის ამ სტუდენტების მიმართ და ამის მოთმენა უბრალოდ არ შეიძლება. თეატრალურ უნივერსიტეტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე იყო ასევე სიტყვით გამოსვლებით და სტუდენტები საუბრობდნენ იმ პირობებზე, რაც მათ ქვეყანაში აქვთ, ამბობდნენ, რომ საკმაოდ ბევრი გამოწვევა და პრობლემა აქვთ მათ, მაგალითად, საერთო საცხოვრებლის კუთხით, ან განათლების მიღების, ან თუნდაც დასაქმების კუთხით, გეტყვით იმას, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს უცხადებენ სოლიდარობას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც და ზუსტად 7 საათზე ილიას აკორპუსთან გაიმართება ასევე სოლიდარობის აქცია, რომელსაც უერთდებიან არა მხოლოდ ილია უნის, არამედ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც.